რა შვებით როგორ ხართ? მე ელო ვარ, ვისაც არ გახსოვართ, შეგიძლიათ შემიხსენოთ და ნამდვილად არ მეკონა თუ ამ ვიდეოით მომიწევდა დაბრუნება, იმიტომ რომ სხვა გეგმები მქონდა, სხვა ვიდეო უნდა გადავიღო დღეს, მაგრამ ესეთი რაღაც სიახლე დაანონსეს ბიჭებმა, რომ ტრეკები გადავიღეთო და თან ესეთ ვარიანტში ხარიბი versus მდიდარი ძალიან დავინტრიგდი, დამაინტერესა და მგონია რომ საინტერესო იქნება თან ტრეკების და ჰიპ-ჰოპ მიმართულებით ერთმანეთს დისაობა იუთუბერებში ძალიან კარგი მიმართულებაა და მინდა რომ სხვებმაც გააკეთონ და მეც მინდა რომ ვიღაცა გავდისო და დამეკომენტარეთ, აბა ვინ გავდისო. მიუხედავად რომ უნიჭო ვარ, მართლა, მაგრამ მე ვეცდები ჩემს მაქსიმალურს. ჩემი აზრით, ღარიბების ტრეკი უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ბენის გამოცდილება და რაღაცა არაფრისგან ყველაფრის შექმნა და ხადაობა უფრო ღირებული მგონია ვიდრე ხარისხის დადება და მთავარია ხადაობა იყოს ჩემთვის. ნახოთ, ნახოთ თავიანთ ბიუჯეტში როგორ გამოვიდეთ, მე რა თქმა უნდა შევაფასებ, ვიბაუნსებ იმედია. ერთი ვიდეო რო დადეს მზადების, მაქედან ის დავასკვენი, რომ კალაზე ცოტნესი არის დისი და იმათი უფრო რაღაცა კლასიკური, ჩვეულებრივი, ის არის რა ქვია, ტრეკია. ვისაც გიხარიათ შემიყურება და ვინც მეუბნებოდით, რომ სად არის ახალი ვიდეო აბატონო ინებეთ და დავიწყოთ. ეხლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ. გამარჯობა ბიჭებო, აბა რატომ ვინა გაგიკეთებია. რაღაცა რო დავიწყე გახსოვს მასში ვიდეოებს უყურებდნენ ვიდ და ქაში. ტრეკს ქვია მე და ჩემი ძმა. შეშრობიათ Fortnite-ში დაფრინავდნენ ჩვენ დილა იწყებოდა თუქნის ხაშით. ვისაც არ შეხედავ ყველა სპონსორი უნდა. 5 წელი ვიმუშავეთ, მაგრამ არ ქონდა ხურდა. ხალხის გულები ხურდა, არავისი არ გშურდა. ბევრის დაგებულ ხაფანგზე ფეხი არ დაგვიცურდა. მე და ჩემი ძმა 10 წელი გავიდა, ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა. მე და ჩემი ძმა 10 წელი გავიდა, ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა. პოდკასტებით გაიბერა YouTube სივრცე. და საყვარლობა თავიდან იმით რომ დაიწყეს, რომ მართლა უსპონსოროდ რამდენი ხანი გაქარჩეს და რაღაცა და ჯერ დისაობა არ მიდის, რა ვიცი, ანუ ზოგი ლაიფ კოუჩი, ზოგიც ნიცშე. შენ თანახმად ამიძახე რეიტინგის ასაწევად. გამართების საიტომოს გაკეთება. Community ერთგული, ლუდი მიყვარხებული. YouTube-ია ჩვენი არხით უფრო გაცოცხლებული. ჩვენი გუნდი შეფრული, კონტენტი გვაქვს ვეფური. შენ კი ლაიქს ღიერას მიხურებ პირდაღებული. ანუ ცოტნე ძალიან ისეთი ნიჭიერი ადამიანი ყოფილხარ, რა ვიცი, ძალიან მომწონს ცოტნეს გარემოა და რო გადაუარეს YouTube სივრცეს პოდკასტებს რაღაცა მომწონს, ანუ ძალიან მომწონს. თითქოს ჩემი შინაგანი რაღაცა პროტესტი რაც ვაქვს ამ YouTube-ში არსებულ პრობლემებისადმი, მე გამოხატეს კარგად და ძალიან კარგია. ჩემი ძმა 10 წელი გავიდა, ბევრი არხი დაიშალა ჩვენი ისმის ისევ ხმა. ისე სხვათა შორის მარტო ჩვენ არ ვართ ახსე. იდეალია ბიჭო. ეს ხარდი მოჩვე. წავიდა ეხა იმედია რომ ბენისაც გალანძღავთ ხო, იმიტომ რომ ბენის დახეთება მე ყოველთვის მიხარია. ეკლები აქვს თორემ. აუ, ცოტნე ისევ ჩვენ მოგვიწევს სიმღერა. ღარიბები ბიჭო. გაგვაგონეთ თქვენი ხმა პატარა ღარიბებო, რა ის ჰიპ-ჰოპი, თქვენ მართლა არიფებო, სად გაქვთ უნარის სმენა, აქ თუნდაც გენი, მაგას მართლა ხო არ გონია თავი ბიგ ბენი, გუნდის მომისმინე ხო აქ ახარ ჩემო ძმაო. ბენიზე ლაინი იყო ძალიან კარგი. წამიკითხე ერთი თემა უნდა გაღადაო, უნიჭო ხუმარა არ ვარ გიხარ არაფრად, სწორედ ამიტომაც ვზივარ ეხლა წამყვანად. კარგი ლაინი იყო, მაგრამ გუნდიშასთან მსგავსად გაღადავებას მე ვერ გაპატიებთ, იმიტომ რომ გუნდიშ არის საოცარი ადამიანი და საოცარი წამყვანი. ისე გამახსენდა გუნდის ფეხი როგორ გაქვს, თუ ისე გაწუხებს ლუკას ფხობდა მოგაფსამს. პირველ არხში მუშაობა თავში აუვარდა, ეთყობა იმ წეროს ბავშვობაში დაუვარდა. ბენის დააკვირდით აწაშალოს მასალა, ტიპმა ორ კვირაში ტეტრისის ანუ მგონია რომ PvP bets ვარიაქტებ, ანუ PvP bets მგონია რომ ვარიაქტებ, ერთადერთი ის არის რომ უზრდელობები და ეს ბილს სიტყვება არ არის. დაშალა, მოკლედ დავასრულეთ რისი თქვა გვინდოდა დღეს. კარგით ეხლა წავედით და ჩამოგართმევთ ხელს. ანუ ნახეთ, მომეწონა ძალიან, კარგი იყო. ძალიან მომეწონა, კარგი იყო, უბრალოდ უფრო მეტი მინდოდა რა რაღაცა ვერ შევიფსე, ვერ დამაკმაყოფილა ამ ბიტმა, თუ ბიტმა კი არა, ამ დისმა, იმიტომ რომ
ლუკაზე მეტი რაღაც თქმა შეიძლებოდა, ბენზით მეტი რაღაც თქმა შეიძლებოდა, მაგრამ თავიდან რომ YouTube-ის გადასვლის დაიწყეს და მე პერსონალურზე გადავიდნენ, ეგეც ძალიან კარგი იყო. ყველაფერი მოიცვის თითქოს, მაგრამ მგონია რომ მარტო ისინი რომ გაედიზათ, ვერა კარგი იქნებოდა, თქვა არ ვიცი. რაღაცა დამაკლა და 5,000 ლარიანი დისისგან უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, თქო ესე მგონია. ეხლა ვნახოთ იმათი ხარისხი. ხო, კადრებს რაც შეეხება, სცენებზე რაღაცები ჰქონდათ, მრავალფეროვანი, ეს კოსტუმები შეყვანდა და მე შედარებით ისეთ ვარიანტში, სპორტულ ვარიანტში რაც არის. მაგრამ ხო რა, დამაკლდა. ძალიან კარგი იყო, მაგრამ დამაკლდა უფრო მეტი დისალობა მინდოდა. ეხლა ვნახოთ ხარიბების ტრეკი. ამას არ დავალაიქებ, იმიტომ რომ ჯერ იმას ვნახავ და მე რომელიც უფრო მომეწონება, იმას დავალაიქებ, იმიტომ რომ რაღაცა თქვენს მე მგონი, რომ ვისაც მეტი ლაიქი ექნება, ესე თუ ის რაღაცა თქვენს მაგაზე და. კარგი, შემდეგი ხარიბების ტრეკი. რა არის? ეს 2 წუთი და 26 წამია, ძალიან პატარებია. კაი, წავიდა. ანუ თავიდანვე უფრო დინამიურია და ბითიც რაღაცა ძალიან მომწონს. პირველი სიმღერა ჩაწერა სახში, ისეთი გამოვიდა უსმენი ნამოს ნასაში, დიდრებს ყავა მომდა აი მეღმერთო. ის ხანდუღარე ტრაქში, თუ გაგვიჭირდა ტრეკს ჩავწერთ ალბათ წითელ კარავში. ვერ მომჭამენ მე ამ ფერს, რა გაუძლებს ამდენ ყვეს, ჩემი ფული ჩავიცვი და ვერ გამხდიან ვერაფერს. და დღეს ამ გეს, ჩემ ძმებს და დებს, და ვინ ჩვენ გადაგვეკვეთება ჩიტოს დაიჭერს. ჩიტოს დაიჭერს. ის ჩიტო არის ჩიტო. არაფერი და ჩემო ეს ჩიპსი რო ჩიტო რა არის ხალხობა, ვიცით დავიკომენტარი. რა ჩიტოები რა ჩიპს. არავინ ყავს მე შენი ბრალებს, ძიერთი გუდი დავეხმარე, გონი მიძოს მუშაობა მალე, აღარ გამოვაჰარი ჰარალე. I'm a rockstar, ყველაფერი მიტრიალებს სავში ნანა popstar, როგორ მესტავერები. ეს მათხოვრის სცენა ძალიან მომეწონა. იმათ რაც ვერ გადის ეს აქ დავიკმაყოფილი ეგ ყველაფერი, ეს ძალიან კარგი იყო. განში მიდია ხარ, ხუთი არა ნოლი შენი პასი ვიცი რაც ხარ, მე ვიცი რაც ხარ. ტარი მოგინდა ხო ხარ ღირსი ეხა ბიჭო პადი ეჩი მოგიჯვა მოგინდა ჩემი მოკითხვა და მას გდია პროჭიტა გაელია პოლიტრა შენ მეყურე კოპიტა ბენის მისამღერი ძალიან კეჩი იყო და ზოგადად რაღაცნაირი დინამიურია ძალიან და ესეთია რა. კარგი. არავინ ყავს მე შენი ბრალებს, ძიერთი გუდი დავეხმარე, გონი მიძოს მუშაობა მალე, აღარ გამოვაჰარი ჰარალე. I'm a rockstar, ყველაფერი მიტრიალებს სავში ნანა popstar, როგორ მესტავერები განში მიდია ხარ, ხუთი არა ნოლი შენი პასი ვიცი რაც ხარ, მე ვიცი რაც ხარ. I'm a rockstar, ყველაფერი მიტრიალებს სავში ნანა popstar, როგორ მესტავერები განში მიდია ხარ, ხუთი არა ნოლი შენი პასი ვიცი რაც ხარ, მე ვიცი რაც ხარ. და დაიხარჯა ეს ბიჭი. ძალიან კაი იყო მართლა ეს მომეწონა, ბევრად უფრო დინამიური იყო და ბევრად უფრო ისეთი იყო რა. საბაუნსო, სახადაო, სახალისო, გუნდიშას რაღაცები, ჰარიჰარალო და რაღაც ისინი მთელი ამბები მოკლედ მე ძალიან მომეწონდა ხალხა, ძალიან მომეწონა, მართლა კარგი იყო. ბენის რაღაცა გამოცდილებაც ეტყობოდა, იმიტომ რომ ის წინა ტექნობუმის რაღაც რიმიქსს რაც რო გააკეთა, ეგ ძალიან კარგი იყო მართლა. და ესეც კარგი გამოვიდა. ხო და ამათ უფრო მომეწონა 50 ლარის კვალობაზე, ანუ ძალიან ნაწვალები აქვთ კადრებზე, ბევრი ლოკაცია აქვთ აღებული. ის არა ქვია, უფრო კრეატიულად აქვთ ბითები გამოყენებული და უფრო ესეთია რა, კეჩია. ლუკამ თქვა რომ რაღაცა ედიტინგისთვის დრო არ მეყავა, მაგრამ ესეთი ედიტინგით ძალიან კარგი იყო თვითონ
ტრეკისთვის რა, იმიტომ რომ იქით რაღაცა მონოტონური იყო, კი ხარისხიანი კადრები იყო, როგორც ასეთი და ბითიც ბითები ძალიან კარგია, მაგრამ ეს უფასო ბითიც ძალიან ესეთი იყო რა, კარგი მოკლედ. ხო, ბენის კი ყოველთვის ჰეითებ ყველგან და ვაფშე ყველა სივრცეში და თუ რაიმე შეიძლება ყველაფერში, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისთავი როის მათხოვრის იმაში გამოიყვანა, ეგეც ძალიან მომეწონა და ნუ ნიჭიერი ბიჭია რაც არ უნდა დავაჰეითო, მაგ ფაქტს ვერ გავექცევ. ხო, კმაყოფილი ვარ იმათ ტრეკსაც მოვუსმენ ალბათ კიდე ერთხელ, მაგრამ ამას ხშირად მოვუსმენ და გვქვია ოქტოპუსის ბიჭები, ვინც ხარ თუ რაღაცა ფით. და ეს ძალიან მომეწონა. ეხლა ამას დავალაიქებ, რა თქმა უნდა. ნახვების კუთხით რომ შევადაროთ ამას 1700 ნახვა აქ, იმას 1200 ნახვა აქ, ამას 1300 რეაქცია აქ და იმას აქ რამდენი? ერთწუთი 1100. ხო. ანუ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ჩემსავით ფიქრობს უმეტესობა, რომ ის ჯობია, ანუ ბიუჯეტური ჯობია. აქამდე ვისაც მსგავსი რაღაც გადაუღია იმ შედარებებშიდაც რაღაცა ბიუჯეტური უფრო კარგი იყო ხოლმე, იმიტომ რომ სტრესი ნაკლებია, უფრო ხადა უფრო кайფობ და უფრო კარგი გამოგდის. მოკლედ, ძალიან მოყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა. კიდე თუ ვიღაცას აქვს რაიმე ტრეკი, ესეთი მოყვარულო და ესეთი სახალისო გადაღებული, გაკეთებული, დამიკომენტარეთ და შეიძლება ეგენიც თავარი აქთო, თუ ნანახი არ მოხდა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ხალისო პროცესით და არ ვიცი თქვენც თუ მოგეწონათ მსგავსი ფორმატით ტრეკების დარეაქტება, აუცილებლად დამიკომენტარეთ. ხო, სხვა რაღაცეების გადაღებას ვაპირებ მალე და რავი, თუ გამომიწევთ, ვისაც გამოწერილი არ გყავართ, ძალიან დამეხმარებით მაგ ყველაფრით, ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ. ეხ კიდე დაგემშვიდობებით და აბა ნახვამდის.